კომერციულ არხებზე, როდესაც ამბობთ მედია საშუალებებზე ზოგადად, რომ კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმი. ამას ვინ ეკითხება ბიძინა ივანიშვილს? რა შუაშია ამ საკითხთან? აი მაგალითად, თუ ვინმე, მან უნდა დაადგინოს რაღაც სტანდარტები და მანვე უნდა გააკეთოს ამის მონიტორინგი, მაგალითად, თუ ვინმე იტყვის ამ ეთერში, რომ რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, მერე თავისი დადგენილი სტანდარტით გეტყვის, რომ ეს კანონით არ არის დაშვებული. აბსურდი რატო არის ეგ, იცი? ეთიკის საკითხი. ანუ ეთიკური პრინციპი, რისთვის თვითრეგულირების საკითხი. თვითრეგულირების საკითხი უნდა იყოს. ანუ ჩვენ რაც ეთიკის პრინციპები გვაქვს, ის რო ყველაფერი კანონში გადაიტანო, ეს აი როგორ მოკლედ როგორ თქვა, ეს უდიდესი აბსურდია, იმიტომ რომ ეს არის როგორ გვესახება ჩვენი თავი უკეთესად, ამას ვადგენთ და ამაზე მუშაობთ. არსებობს ახლა კომისია, რომელიც იხილავს საკითხებს და ამას აზრი აქვს, იმიტომ რომ მეც ვყოფილო არ შენიშნა მიგვიღია რაღაცა, მაგრამ იხელა დისკუსია, ისეთი ცხარე და ისეთი ძნელია ამის მოსმენა და ძალიან ნებათაღელოებია ხოლმე. ეს არ არის ისე რომ დაწერა და ჩაიარა ვითომ არაფერი. არის ხოლმე სერიოზული უკმაყოფილობები ჟურნალისტებს შორის და გვაქვს ეს და რო გვაცალონ არ შეიძლება, მაგრამ იცით რატო არ გვაცლიან? იმიტომ რომ ეთიკის ქარტია გადაწყვეტილებას რომ გამოიტანს იქ ასე ვთქვათ არის რჩება ჟურნალისტი და ამას ვერ ეგუებიან. ხო, იმიტომ რომ გული აქვს მოსაფხანი ქართულ ოცნებას უნდა დაგსაჯოს პარალელურად, არ უნდა დაკეტოს, არ უნდა დაგემუქროს, ან ციხეში უნდა ჩაქსვას. აი ეს უნდა. ეხლა რომ დავამატო მეც მაყურებლისთვის, ხო, აი რაღაც გავიდა ამ ეთერში რაც არის თქვათ არაეთიკური. ხო. თავდაპირველად და ამაზე საზოგადოების უკმაყოფილება იქნება ან საჩივარი შემოვა ტელევიზიაში. ქვეყნის ესე იგი ტელევიზიის შიგნით ჩვენ ამას განვიხილავთ და საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ აი ჩვენ სამართლიანად განვიხილეთ, ბოდიშს მოვიხდით, არ ვიცი, შიგნით რაღაც წესები რაც მოქმედებს, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ, არსებობს ქარტია, იქ შეუძლია შეიტანოს ვიღაც ის გამოიტანს გადაწყვეტილებას, ანუ საზოგადოებას ექნება ინფორმაცია, თავად ჟურნალისტურმა კორპუსმა თუ საზოგადოებამ როგორ ირეაგირა ამაზე. მაგრამ ქართული ოცნება ახლა რასაც ამბობს, აქ მან უნდა დაადგინოს თამაშის წესები და უნდა იმოქმედოს კანონით და დასაჯოს. ხო, უყურება ხო, არსებობს სამოქალაქო კოდექსში მუხლი, ხო, გახსოვს კალაძემ მოუგო ერთ ტელევიზიას, კობახიძის დედამაც მოიგო სასამართლოში. ანუ ბერკეტი არა გვაქვსო, ვერ იტყვიან. თუ კი არის ცილის წამება, თუ კი რაღაცა, მათ სასამართლოც ჯიბეში უზით კლანის მიერ მართული და წავიდნენ ამ მუხლით. რა საჭიროა ეს ყოველ სიტყვაზე ჩასაფრებული წეხი, იმიტომ რომ ეს არის შიში, გამყინავი ეფექტი, შიში და ცენზურა იყოს უფრო ეფექტური, ვიდრე მაგალითად ის მუხლი, ხო? ამიტომ ეს ზუსტად ვიცი, რისთვისაც ხდება და ძალიან მაინტერესებს თავისი პროპაგანდისტი ტელევიზიები რომ ყავთ, აი თვითონ ის ტელევიზიები როგორ დაიცა, ნუ მაგამდე ჩვენ აღარ ვიარსებთ, ხო? არა და გააგრძელებენ ისე რატო დაიცავენ? იმიტომ რომ იქ ეხლა კონცები თუ გადაწყვეტენ. დიქტატურაში კანონი არის არა სამართლიანობის და სამართლის მექანიზმი, არამედ დასჯის მექანიზმი, ვისაც უჭირავს დიქტატურაში სადავები, ის კანონს იყენებს მისი მოწინააღმდეგის დასაჩაგრად და არა იმისთვის, რომ რაღაც სამართალი იყოს. ეს სრულიად ცხადია და შეგვიძლია ხედავთ კიდეც, ხო? აი კანონებს როგორ იყენებენ, ხო? მაგალითად ზიას შემთხვევაში რასაც აკეთებენ, როდესაც არა ადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა ადამიანი და ახლა სისხლის სამართლით სჯიან იმ კატეგორიის სასჯელით, რომელზე არავინ არ ზის. არავინ არ გამოყენებულა ასეთი მუხლი საპატიმრო ღონისძიებისთვის.